საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ლატვიელ კოლეგას იანის დუკლავსის შეხვდა. მხარეებმა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ოთარ დანელიამ აღნიშნული მიმართულებით არსებულ სტრატეგიაზე ისაუბრა და ლატვიელ კოლეგას განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ღონისძიებაზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალისა და ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების პერსპექტივების შესახებ პრეზენტაციაც შედგა. საკმაოდ კარგად დაფასებული გრაფიკია, მოგესალმებით მართლაც ჩამოშლილი სახელმწიფო ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით დელეგაცია, სადაც 100 მეტი ადამიანია შესული. აღსანიშნავია, რომ ამ დელეგაციაში დაახლოებით 60% არის ბიზნესის წარმომადგენლები, კერძო სექტორი, რომელსაც ვინცა შესაძლებლობა საქართველოში შეხვდნენ თავიანთ პოტენციურ პარტნიორებს. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან სახელმწიფო მოგესალმებით უნდა შექმნას ყველა ის საფუძველი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობაც არის გახლავთ გამონაკლისი, ამ მიმართულებით ძალიან ბევრ სამამულო ურთიერთობას გვქონებთ, მათ შორის არის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა დღეს, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის თანამშრომლობას განათლების კუთხით, იმიტომ რომ მათ აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ თანამშრომლობა, თუ კი იქნება საქართველოს მხრიდან დაინტერესება და ეს მე შეხვედრაზეც აღნიშნე. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებმაც თავიანთი საქმე ძალიან კარგად იციან და შეიძლება ამ მიმართულებით დახმარების გაწევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოვინახულოთ პროექტი, რომელსაც ქართველი და ლატვიელი ბიზნესმენები ერთობლივად ახორციელებენ.